რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. ისტორიები ზუგდიდის მუზეუმში დაცულ ბევრისთვის უცნობ ექსპონატებზე, მუზეუმის განვლილ გზაზე და ღვაწლმოსილ მონაწილეებზე. რა შეიძლება ვნახოთ და რა შემორჩა მეხსიერებას. ათინათის ეთერში ყოველ სამშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე. მოგესალმებით. ეთერშია რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. ჩვენი გადაცემის მიზანია გაგაცნოთ მუზეუმში დაცული ექსპონატები. მოგიყვეთ ისტორიები, რომელსაც ჩვენი მუზეუმი მრავლად ინახავს და ასევე წარმოგიდგინოთ ის ადამიანები, რომელთა წყალობით ეროვნული საგანძური მრავალი წელია საიმედო ხელში ინახება. დღევანდელი გადაცემის თემა იქნება სამეგრელოს დედოფლები. დღეს ვისაუბრებთ დადიანების მუზეუმის სახვითი ხელოვნების ფონდში დაცულ სამეგრელოს დედოფლების, ნინო ბაგრატიონ დადიანის, მართა წერეთელისა და ეკატერინე დედოფლის პორტრეტებზე. სამწუხაროდ მხოლოდ ამ სამი დედოფლის სახე შემოგრჩა მუზეუმში. ნინო ბაგრატიონ დადიანის პორტრეტი ფერწერული ტილო 2016 წელს მუზეუმს საჩუქრად გადმოსცა დადიანების შთამომავალმა, ამერიკაში მცხოვრებმა ვიქტორ დადიანმა. პორტრეტი აუქციონზე $1 მილიონ შეიძინა და დააბრუნა საქართველოში. პორტრეტის ავტორი უცნობია. დედოფალ მართა წერეთლის პორტრეტი გრაფიკული ნამუშევარი ეკუთვნის ფრანგ მხატვარს ემილ ფრანსუა დესენს, რომელმაც დედოფლის პორტრეტთან ერთად შექმნა ჭყონდიდელ მიტროპოლიტის ანტონ მეორის, დავით დადიანის და მისი დის ეკატერინე პუპი დადიანის, ეკატერინე ჭავჭავაძის, ნინო ჭავჭავაძის პორტრეტები. გრაფიკული ნამუშევრები შესრულებულია 1851 წელს. და ბოლოს სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძის დიდი ფერწერული ტილო შესრულებულია პეტერბურგში ეკატერინეს იქ ყოფნისას გერმანელი მხატვრის ფრანც ქსავიერ ვინტერჰალტერის მიერ და არის ეროვნული საგანძურის ერთ-ერთი მარგალიტი. დღევანდელ გადაცემას ტრადიციულად გაუძღვები მე დავით ოყუჯავა, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ხელმძღვანელი. სამეგრელოს სამთავროს ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი მთავრებთან ერთად დედოფლებს ეჭირათ. ისინი მონაწილეობდნენ თითქმის ყველა მნიშვნელოვანი საქმის გადაწყვეტაში. სამთავრო დოკუმენტებს საკუთარი ხელწერითა და ბეჭდის დასმით ადასტურებდნენ. ეს ისტორიული თუ საეკლესიო დოკუმენტები დღესაც დაცულია დადიანების სასახლეში, რაც საინტერესო წყაროა დედოფალთა ცხოვრების შესწავლისათვის. ნინო ბაგრატიონ დადიანი საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგი მე-12-ის ასული, ერეკლე მეორის შვილიშვილი ნინო ბაგრატიონი 1789 წლიდან ოდიშის სამთავროს დედოფალია. თავრის გრიგოლ კაციას ძე დადიანის თანამეცხედრე. კახეთის უფლისწულის ასული დედოფალი ოდიშ ლეჩხუმისა. ასე მოიხსენიებდნენ ისტორიული წყაროები ნინო ბაგრატიონს. მანამდე მე-18 საუკუნის მიწურულს ოდიშის მთავარმა კაცია მეორე დადიანმა, რომელიც სამთავროს 1758-1788 წლებში განაგებდა, გიორგი ბაგრატიონს დესპანად მიუგზავნა ეპისკოპოსი ანტონ ჭყონდიდელი და თავადი ბეჟან დადიანი, რათა მოსცეს შვილსა მისსა გრიგოლის მეგრელთა სამთავროსა მემკვიდრესა ცოლად ქალი ნინა. ნინოს მამამ გიორგი მეფე ერეკლეს აუწყა ეს ამბავი. ბაბუას შვილიშვილებს შორის განსაკუთრებით ნინო მეფე ერეკლემ იცოდა, რომ ამ ქორწინებით შეარიგებდა მოქიშპე სამეგრელოსა და იმერეთს, ამიტომაც მან თანხმობა მისცა ნინო ბაგრატიონი სამეგრელოს მომავალ მთავარს გრიგოლ დადიანს გახოლოდა ცოლად. ქართკახეთის სამეფო კარის თანხმობიდან 10 დღეში, აპრილის თვეში, თბილისში ჩავიდა გრიგოლ დადიანი 30 თანხმლები თავადაზნაურით. გაიღეს დიდი მოწყალება, როგორც ამას ისტორიკოსი აღწერს, არც ერთი არ დარჩა დიდთა კაცთაგან, რომელს არ უბოძა საჩუქარი ვერცხლისა ნივთთა. 40 და მეტიც გასცა ქარვისა და მარჯნისა, კრიანესელი, ფასოვანი მეფესა და დედოფალსა მოართვა 2 ოქროს თასი. თუმც მუნ მეგრელიაში გარნა დიახ მშვენივრად ნაკეთი მეფის ძეს გიორგის 6 ჯორი და დიდტანოვანი კათალიკოსსა ომფორი ძვირფასი. ხოლო სამეგრელოს მთავარმა კაცია მეორე დადიანმა შესწირა საყოველწელიწადო ძღვენი მონასტერთა, დავით გარეჯისა, ნათლისმცემლისა, შუამთისა და სხვათა ეკლესიათა მოსახსენებლად მათთა ძველთა დროთა ჩვეულებისაებრ.
ნინო ბაგრატიონი და გრიგოლ დადიანი 1789 წელს დაქორწინდნენ. მათ ჯვარი დაიწერეს ქართკახეთის სამეფო კარზე. გადაიხადეს დიდი ქორწილი და დიდი იყო ლხინი და შექცევა ქორწილისა. ნინო გიორგის ასული გადედოფლებისთანავე თავრის ცოლის უფლებამოვალეობებით შეიმოსა. 1790 წელს გრიგოლ დადიანმა თავის თანამეცხედრეს მიუჩინა სადედოფლონი ადგილმამულნი. უბოძა თავის და ნაწილად დედოფლობისად საჭილაო მამული სააბატოის კაცით, აზნაურით გლეხით, საზღვრით საზღვრამდე, შესავალ გამოსავალით, ამასთან ხორგა, იგი მყოფის თავადის შვილიანად, აზნაურ გლეხიანად. ნინო ბაგრატიონი ოდიშის სამთავროს მართავდა 1804-1811 წლებში. მას გვერდში ყავდა რჩეულთა საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ სასახლის კარის მსაჯულთო ხუცესი ნიკოლოზ დადიანი, სამეგრელოს ეპისკოპოსი ბესარიონ ჭყონდიდელი, სახლთუხუცესი გიორგი ჩიქოვანი და ლეჩხუმის მოურავი ბერი გელოვანი. 1805 წელს დედოფალმა რუსეთის საიმპერატორო კარზე გაგზავნა დეპუტაცია. სასახლის კარის დეკანოზი იოანე სვიმონის ძე იოსელიანი, ნიკო და ბეჟან დადიანები. დეპუტაცია რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე პირველის წინაშე წარსდგა თხოვნით. დაეცვა სამეგრელოს თავისუფლებები ლეჩხუმზე. დაებრუნებინათ ოსმალების მიერ წართმეული ანაკლია. აელაგმათ ტყვეთა გაყიდვა ოდიშის სამთავროში. დეპუტაციამ რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე პირველს საჩუქრად მიართვა მეგრელთათვის უდიდესი სიწმინდე, ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც პეტერბურგში ჰქონდა წაბრძანებული ნინო დედოფლის ძმას, დავით ბატონიშვილს. ჯერ კიდევ ოდიშის მთავარმა გრიგოლ დადიანმა ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატი განარინა სამთავროში არსებულ არეულობას და თავის სიმამრს გიორგი მე-12-ს ჩააბარა. შემდგომ ხატი ნინო დედოფლის ძმასთან, დავით ბაგრატიონთან დარჩა, რომელმაც იგი თან წააბრძანა, როცა 1803 წელს რუსეთში გადაასახლეს. ნინო დედოფალს გაუძნელდა ვლაქერნის ხატის დაბრუნება, ამიტომაც მიიღო გადაწყვეტილება მიერთმიათ იგი საჩუქრად რუსეთის იმპერატორისათვის და გამოეთხოვა მისთვის ხატის კვლავ დაბრუნება სამეგრელოში. რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა პატივით მიიღო დედოფლის წარგზავნილი დეპუტაცია. დახმარება აღუთქვა მათ ყველა იმ საქმეში, რასაც დედოფალი ითხოვდა. 1806 წელს იმპერატორმა ვლაქერნის ხატი შეამკო ძვირფასი თვლებით და გამოატანა დეპუტაციას სამეგრელოში. მოგვიანებით გამოგზავნილ რესკრიპტში ალექსანდრე პირველი დედოფალ ნინოს წერდა: ვიცი რა, რომ მეგრელებს ძველთაგანვე აქვს სასოება და რწმენა ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატისადმი. მე ვუბრუნებ მას საჩუქრად თქვენს ოჯახს და მთელ მეგრელობას. ალექსანდრე პირველის სურვილით დეპუტაციამ ჩამოიტანა 1,000,000 რუბლი, რათა აეშენებინათ ეკლესია და იქ დაესვენებინათ ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატი. დადიანთა საცხოვრებელი ადგილისათვის ეწოდებინათ გრიგოლიოპოლი, გრიგოლის ქალაქი, ნინო დედოფლის მეუღლის, ოდიშის მთავრის გრიგოლ დადიანის პატივსაცემად. ტაძარი სამეგრელოში მოგვიანებით ააშენა გრიგოლ დადიანის ძემ, ლევან მე-5-ემ, რომელიც სამეგრელოს სამთავროს მართავდა 1811-1840 წლებში. დადიანთა სასახლის ვლაქერნის ღვთისმშობლის კარის ეკლესია 1825-30 წლებში აშენდა. დღეს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის საკათედრო ტაძარია. 1811 წელს ოდიშის დედოფალი ნინო ბაგრატიონი რუსეთში გაიწვიეს, როგორც ბაგრატოვანთა ოჯახის წარმომადგენელი, საქართველოს უკანასკნელი სამეფო ოჯახის წევრი. ნინო ბაგრატიონი პეტერბურგში ცხოვრობდა როგორც პატიმარი დედოფალი. 1832 წლის შეთქმულების დროს დედოფალი ნინო ვორონეჟის მონასტერში იმყოფებოდა. მიუხედავად ამისა, მას ბრალად დასდეს შეთქმულების თანამოაზრეობა და მიმოწერა არქიეპისკოპოს ფილადელფოს კიკნაძესთან. პატიმარ დედოფალს ვორონეჟის მონასტერში სულიერად ამხნევებდა და თანაუგრძნობდა თავისი ერთგული მოძღვარი როსტომ იოსელიანი, რომელიც ნინო ბაგრატიონს თან გაჰყვა პეტერბურგში გადასახლებისას. ოდიშის დედოფალი ნინო ბაგრატიონი ერეკლე მეორეს შვილიშვილი, საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი მე-12-ის ასული 43 წელი ატარებდა უდიდეს ტკივილ სამშობლოსა და ოჯახთან განშორებისა. სიცოცხლის ბოლოს ის ქალაქ რიაზანში ცხოვრობდა. 1857 წლის 31 მაისს ოდიშის დედოფალ ყოფილი ნინო ბაგრატიონ დადიანისა პეტერბურგში გარდაიცვალა. დაკრძალულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში, წმინდა თევდორეს ეკლესიაში. მართა წერეთელი ოდიშის დედოფლებს შორის გამოირჩეოდა ლევან მე-5 დადიანის თანამეცხედრე მარიამ მართა სურაბის ასული წერეთელი. ლევან მე-5 დადიანი სამეგრელოს სამთავროს მართვას ოფიციალურად 1811 წლიდან შეუდგა. 1812 წელს მან იქორწინა იმერეთის გავლენიანი თავადი
თავადის სახტუხუცესის ზურაბ ქაიხოსროს ძე წერეთლის ასულ მარიამზე. დიდი იყო ზურაბ წერეთლის გავლენა და არა მხოლოდ იმერეთში, არამედ მთელს სამეგრელოში. ისტორიკოსი ნიკო დადიანი წერდა: ზურაბ ქაიხოსროს ძე წერეთელი სიმამრი დადიანისა ლეონისა, რომელი იყო სრულიად იმერეთისა შინა ჭკუითა და კარგ კაცობით წარმოჩენილი და სახლითა შინა დიდებული. მართა წერეთელი როგორც სამეგრელოს დედოფალი აქტიურად იყო ჩართული სამთავროს მნიშვნელოვან საქმეებში. მუდამ მეუღლის გვერდით იდგა. მაგალითისთვის, მართა დედოფალი მოხსენიებულია 1811-1846 წლების თოლიკა კეიდიას მოჭედილ ხატზე, რომელიც სამეგრელოს მთავრის ბრძანებით შესრულდა დედოფლისა და მათი შვილების სულის საოხად. ხატი ინახება დადიანების სასახლეში. მართა დედოფალი ასევე მოხსენიებულია 1816 წლის ცაიშის ეკლესიის წმინდა გიორგის ხატის წარწერაში. მე მოსავმან შემმან ღვდელმან შელიამ მახარებელმან სულისა ჩემისა საოხად წარსამართებლად მთავრობასა დადიანისა მეორე ლეონისა გასაძლიერებლად მისთვის და მეუღლის მისისა მართა დედოფლისათვის და აღსაზრდელთა ძეთა მისთა. 1822 წლის ცაიშის ეკლესიისათვის მიცემულ წყალობის წიგნს მთავართან ერთად მოწმობს მართა დედოფალი. მთავარი ლევან გრიგოლის ძე დადიანი და თანა ერთ ხორცი ჩემი სამეგრელოს მთავრინა და კავალერი დედოფალი მართა ასული ზურაბის პირმშო ძეიგი ჩვენი დავით მემკვიდრე სამეგრელოსა იმედის წერილის საშვილიშვილოდ შეუცვალებელს გიბოძებთ მიცვალებულის აზნაურის ვატა ჟორდანიას ყმათა ერთობით ქორთუებს დიდიშვილებს და ზარქუებს თანამყოფთა და შთამომავალთა თქვენთა. სამეგრელოს დედოფალი მართა ზურაბის ასული წერეთელი 1839 წლის 6 ნოემბერს გარდაიცვალა. დასაფლავებულია მარტვილის დადიანთა საგვარეულო ტაძარში, ხოლო 1846 წლის 30 ივლისს მემკვიდრეობით მყრობელი სრულიად ოდიშ ლეჩხუმთა სვანთა აფხაზთა ლევან მანუჩარის ძე დადიანი გარდაიცვალა. ეკატერინე ჭავჭავაძე დადიანი სამეგრელოს უკანასკნელი დედოფალი. დავით დადიანის თანამეცხრედრე, ქართველი პოეტის ალექსანდრე ჭავჭავაძის ასული. 1839 წელს ცოლად გაჰყვა სამეგრელოს ტახტის მემკვიდრე დავით ლევანის ძე დადიანს. მათ 4 შვილი ჰყავდათ: თამარი, ნიკოლოზი, ნიკო, სალომე, ანდრია. 1856 წელს ეკატერინე ჭავჭავაძე რუსეთის იმპერატორმა კორონაციაზე მიიწვია, სადაც დედოფალი ეკატერინე წმინდა გიორგის მედლით დააჯილდოვა რუსეთ-თურქეთის ომში ომერ ფაშას წინააღმდეგ გამოჩენილი თავდადებისათვის. ეკატერინე დედოფალი იმპერატრიცა მარია ალექსანდროვნას სტატს დამად იყო დანიშნული. ასევე დააჯილდოვეს რუსეთის სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდო წმინდა ეკატერინეს ორდენით. 1856 წელს სამეგრელოს მთავარი დავითი გარდაიცვალა. დედოფალმა ეკატერინე ჭავჭავაძემ აღასრულა მეუღლის ანდერძი იერუსალიმის ჯვრის მონასტერს, წმინდა საბას ლავრას, ათონის მთის 20 მონასტერს, იერუსალიმის, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიისა და ანტიოქიის საპატრიარქოებს შეწირულობანი გაუგზავნა. სამეგრელოს დედოფალი ეკატერინე 1882 წელს გორდის საზაფხულო სასახლეში 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია მარტვილის დადიანთა საგვარეულო ტაძარში. ეკატერინე ჭავჭავაძის დამსახურებით გადარჩა ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსთა კრებული, რომელიც დედოფალმა მაშინ სტუდენტ ილია ჭავჭავაძეს გადასცა, როდესაც დედოფალ ყოფილი პეტერბურგში მოინახულა. ეკატერინე პეტერბურგში სამეგრელოს დიდი აჯანყების შემდეგ გაიწვიეს. იძულებით 10 წელი იცხოვრა ცარსკო ესელოში. სამეგრელოში დაბრუნდა და სიცოცხლის ბოლოს გორჩი დადიანთა საზაფხულო სასახლეში ცხოვრობდა. როგორც მოგახსენეთ, გარდაიცვალა 1882 წელს. დასაფლავებულია მარტვილის დადიანთა საძვალეში. თემის მომზადებისათვის მინდა დიდი მადლობა გადაუხადო მუზეუმის სახვითი ხელოვნების ფონდის მცველ ფერიდე აფაქიძეს. ქალბატონმა ფერიდემ იმ 3 პორტრეტის გაცოცხლება შეძლო ამ თავის პატარა სტატიაში. შეძლო ჩვენთვის წარედგინა თუ როგორი ხასიათი ჰქონდათ სამივე დედოფალს, რა ცხოვრებით იცხოვრეს მათ. აქვე მინდა დავამატო, რომ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ხელნაწერთა ფონდში სამივე დედოფალთან დაკავშირებული მრავალი წერილი ინახება. ზოგიერთ წერილში, მაგალითად ეკატერინე ჭავჭავაძეს აფრთხილებდნენ რუსეთის და რუს მოხელეების მუხტლობის შესახებ, რომ მათი ულმობელი სურვილი არის სამთავროს გაუქმება და ძალიან ბევრი მინიშნება, ძალიან ბევრი პირდაპირი მტკიცებულება ინახება დადიანების მუზეუმში იმისა, რომ ეკატერინე ჭავჭავაძემ ძალიან კარგად იცოდა, რას უმზადებდა მას იმპერია. სამწუხაროდ მას არ შეეძლო იმპერიისათვის გაეწია წინააღმდეგობა და მაქსიმალურად
თავისი ოჯახის ფინანსურ გაძლიერებას მიიღო ხელი, ასევე საერთაშორისო დონეზე, საერთაშორისო ასპარეზზე ევროპის თავადაზნაურობასთან დაანათესავებით და ევროპელ სამთავრო და ცნობილ ოჯახებთან კავშირების გაბმით მან მოახერხა სამეგრელოს დაკავშირება ევროპის ბევრ დიდ ოჯახთან, მათ შორის საიმპერატორო ოჯახებთანაც კი და სამეფო ოჯახებთან. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქალბატონ ფერიდე აფაქიძეს ამ შესანიშნავი თემის მომზადებისათვის. დღეს ჩვენ წარგიდგინეთ მოკლე აღწერილობა, მოკლე დახასიათება იმ სამი დედოფლისა, რომელიც უკანასკნელი 250-300 წლის განმავლობაში მართავდნენ სამეგრელოს. გვერდს უმშვენებდნენ მთავრებს და მათი გარდაცვალების შემდეგ სწორედ მათ მოუწიათ სამეგრელოს მომავალი მთავრების აღზრდა და მათთვის, ესე ვთქვათ, სწორი რჩევების მიცემა. დიდი მადლობა რომ გვისმენდით, მომავალ შეხვედრამდე. რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. ისტორიები ზუგდიდის მუზეუმში დაცულ ბევრისთვის უცნობ ექსპონატებზე, მუზეუმის განვლილ გზაზე და ღვაწლმოსილ მონაწილეებზე. რა შეიძლება ვნახოთ და რა შემორჩა მეხსიერებას. ათინათის ეთერში ყოველ სამშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე.